ო მეგობრებო მოგესალმებით თქვენ და მე ვარ საბა და არხი კაპოტეში 853 და მოგეთ მეგობრებო დღეს მე ისევ როგორც უკვე ტრადიციად ისევ მეგობრებო მუშაობ ისევ მე ვარ სამუშაო ფერმერის სამუშაოზე სანამ მე ჩავთავდი კამერას მე ჩემთან ფერმა არის აი მთლიანად აი შეხედეთ უკვე ჩავსვი ყველაფერი და ერთ-ერთი მეგობრებო ეს ფერმა გადამჭა ვინაიდან იმ დიდი ფერმის ასე თქვა გაფორმება ვერ კიდე ამჭირდება ვინაიდან კიდე სუნთლიანად არ გაიზარდა მაგიტომ ხო ერთ-ერთი ჩემთან ფერმა არის და ეს ფერმა დანარჩენი უკვე მეგობრებო აღარაფერიც აღარ მინდა მეგობრებო გამოისმე დავამთავრე ძალიან ადვილი იყო ნუ კაი მეგობრებო მოდით აი იქ მეგობრებო კიდევ ნახევ ფშენიცა არის ვაუ მეგობრებო ფშენიცა როგორ გაიზარდა კარტოფილიც სტაფილო ვა ყველაფერი მეგობრებო გაიზარდა რა ვქნა მეგობრებო ეს ფერმას გავაკეთო ნუ კაი მოდით მეგობრებო გავაკეთო და ერთის მეგობრებო ფონი მირეკავს ვინა უი მეგობრებო მერი მირეკავს გამარჯობათ მე რომ მე თუ რამე ახლა სამუშაოზე ვარ ფერმებს ვაკეთებ და თქვენ რამე ხომ არ გინდოდათ სამა და შეგიძლია სულ მოხვიდე ჩემთან სახლში რაღაც საქმე აქვს შენთან კაი მე რომ მოვალ ახლავე ფერმას დავამთავრებ და მოვალ აუცილებლად მე მეგობრებო რაღაც მე რაღაც საქმე აქვს მაგიტომ მეგობრებო გამოდის რომ ამ ფერმას მართლა მხოლოდ გავაკეთებ მაგრამ მაინც მეგობრებო ხვალ არ მომიწევს მეგობრებო აი ამ ფერმის გაკეთება ხო და ეს სამი გადამრჩება ეს ძალიან კაია ჩემი აზრით მოდით მეგობრებო ჯერ სანამ მივოთ მერის სახლამდე ჯერ ასე ვთქვათ ყველაფერი არის ხი აქ და ჩავდოთ და ფშენიცაც, სტაფილოც, კარტოფილიც და ყველაფერი დავდოთ ჩვენს ყუთში, ჩავდოთ და წავიდეთ მეგობრებო ახლა გავიგოთ რა უნდა მერს. ეს მეგობრებო ინვენტარში ასე შევინახავ ტელეფონს. ორში ზენგო გამარჯობა. დაქს, მე რო გამარჯობა თქვენ დამირეკეთ და რა მოხდა თქვენ რაღაც საქმე გქონდათ ჩემთან. კი საბა მოკლედ მე მაქვს შენთან ერთი საქმე მე ძალიან მჭირდება ახლა დამხმარე ადამიანი ნუ ხო იცი რომ უმრავლესობა მერებისა და პრეზიდენტებს ყავთ დამხმარე ადამიანები მოკლედ მე სულ ერთი დღით თუ შენ უარზე არ იქნები ამ გახდეთ ჩემი დამხმარე ადამიანი და რა უნდა ვაკეთო არაფერი ძნელი საბა არაფერი ძნელი უბრალოდ ის რამოდენიმე დავალება მაქვს სულ 2-3 დავალება და თავისუფალი ხარ და ხომის ის ხელფასი უნდა მომეცა შენთვის ხვალ 20 ისევროდი და მე კიდე გაგიორმაგებ ამ ხელფას და მოგცემ 40 ისევროც მართლა მე რო პირველად მე რო 40 ისევროც მივიღებ ერთი თვის განმავლობაში ყველა რაც სამუშაო არ უნდა იყოს ყველაფერს გავაკეთებ მე რო დროზე მითხარი 40 ისევროდი რა ამბავია მადლობა მე რო так რა სამუშაოა მითხარი так საბა ერთოს დაწყნარდი მოკლედ პირველი შევი სამუშაო იქნება აი შენს უკანო არის ჩესტი 5 რა მან აი ზუსტად ესეც უყურებ მან არის განლაგებული ინსტრუმენტები მოკლედ ჩვენთან ერთი ინფორმაცია რომ ჩვენი სოფლის ჟიტელიკმა მოიპარა 7 სტაკი ისუმრუდი და სადღაც სახლში დავალა მე მოკლედ ახლა გაზლევ უფლებას რომ შეხვიდე აბსოლუტურად ყველა სახლში და იქ ნახო ფეჩები, ვერსტაკები, ყუთები, არ ვიცი, მაგიდების ქვეშ, ფეჩების ქვეშ, საწოლის ქვეშ აუცილებლად ნახე, მოგეთ ყველგან ნახე, რომ ასე თქვა დაიჭირო ქურდი. აჰა, მე რო გასაგებია. მოგეთ როგორც შენამბობ ეს ინსტრუმენტები, ნაჯახი და კირა. აი, შედინიკო მე რო აუცილებლად ნახავთ, ან 40 ისუმრუდად მეგობრებო, 40 ისუმრუდს მივიღებ. ვაი მე მეგობრებო ის გამოიცელი თუ მეგობრებო შიქში ვიქნები ასე ვთქვათ, კაი. პირველი მოდით მეგობრებო ვნახოთ ჩვენი მეზობელი, ეს არის ჩემი კეთილი მეზობელი.
გამარჯობა ჟიტენიკო, მოკლედ მე დამავალ მოკლედ წარმოიდგინე ვიღაცამ ჩვენ სოფელში მოიპარა 7-ის თაქი ისუმრუდის და მე მოკლედ დამავალა რომ აბსოლუტურად ყველა სახლი ასე ვთქვათ ვნახო და შენ ხო არ ხარ უარზე? არა საბარ ასაკრული არ ვარ მე არასოდეს არაფერს არ ვყარო მიდი როგორ არა მე არ ვარ უარზე აჰა ეს კარგია კაი მეგობრებო მოდით აბა ჯერ ფეჩები ვნახოთ ფეჩების უკან так, ну, როგორც ვთქვა არაფერი არ არის, так, საერცხის მანქანის უკან არაფერი არ არის, დავამკანის უკან არაფერი არ არის. კაია. აჰა, ახლა მოდით მეგობრებო ვერსტაკი ვნახოთ. ასე ოპანა. так, ომკანის ქვეშ ისაც არაფერი არ არის და მაცივრის ქვეშ არაფერი არ არის. ოკეი. так, ყუთები თავისუფალი გაგიწენიკო, ოკეი. და საწოლის ქვეშაც არაფერი არ არის. კაი, მადლობა დიდი ჟიტენიკო და ბოდის გიხდით შეწუხებისათვის. так, მეგობრებო, კაია, რომ ჩემი მეზობელი არ აღმოჩნდა ასე ვთქვათ ქურდი. მეგობრებო, ვერ ვიტან მეგობრებო ამ სახს და თქვენ ჩემი ორი ბოლო ვიდეოს განმავლობაში, ორი ვიდეოსთი თქვენ ხვდებით რის გამო ვერ ვიტან ამ სახს. ის ბოლო ორი ვიდეო მეგობრებო ნახეთ და ყველაფერს თქვენ თვითონ გაიგებთ. ოხრა ძნელი იქნება, აბა მეგობრებო ჟიტენიკი სადღაც არის წასული. ერთ მხრივ კარგია, ვინაიდან არ შემაწუხებს და მეორე მხრივ რაღაც საოცრად წავიდა. და აი სადღაც წასული იყო ღამე. ღამეთან მეგობრებო ისე ღამე დაიწყო. საოცარია. აი მეგობრებო მოდით ჯერ სკამის ქვეშ ნახოთ. მე მგონია მეგობრებო რაღაცა ჩემმა მეზობელმა მოიპარა. так, მაგით ქვეშ არაფერი არა. კაია. так, ახლა მოდით მეგობრებო ფეჩის ქვეშ. ფეჩის ქვეშ არაფერი არ არის. так, ფეჩის შიგნით არაფერი არა. საცის მანქანის ქვეშ არაფერი არა. так, ყვავილის ქვეშ არაფერი არა. აჰა, ჩესტებშიც არაფერი არ არის. და საწვირის ქვეშაც არაფერი არის. მეგობრებო, ძალიან გაკურებული, მაგრამ ჩემმა მეზობელმა არაფერი არ მოიპარა. ალელუია, მეგობრებო. კაი, მეგობრებო, რომელი სახლი ვნახოთ? მოდით მეგობრებო, ვნახოთ აი ეს ყველაზე ნუ პატარა სახლი ჩვენ სოფელში, ჩვენ ეძახით ასე. ყველაზე პატარა სახლია მეგობრებო ჩვენ სოფელში და ჟიტენიკო, გამარჯობა, მოკლედ იქ წარმოიდგინე ვიღაც ჟიტენიკმა ჩვენი სოფლიდან მოიპარა 7-ის თაქი ისუმრუდის და მერმა დამავალა მოკლედ რომ აბსოლუტურად ყველა სახლი დავინახო, ასე ვთქვათ, გავაკონტროლო, აბა თუ რამე არის და შენ ხო არ ხარ უარზე რომ ისა ვნახო შენი სახლი და ეგრევე წავალ. უარზე ვარ, დიდ უარზე ვარ, დიდ უარზე ვარ, არა. მე არ მოგცემა მის საშუალებას, უფლება არ გაქვს შენ. რას ნიშნავს მოიცადე ჟიტენიკო? თუ შეიძლება ნუ ნერვიულობ ისა, ჯესეც მერმა ყველაფერი დამავალა, თვითონ მერმა დამავალა და მეორეც ერთი უფლება მაქვს, მაგიტომ მაპატია, მაგრამ მაინც მოგწევს. რაღაც შენ საოცრად რაღაც ნერვიულობ. მე უბრალოდ ახლა ვნახავ ჟიტენიკო, ნერვიულობ, აი ფეჩის ქვეშ არაფერი არ არის, ამ ფეჩში არაფერი არ დევს, საერცხის მანქანის ქვეშ არაფერი არის, საწოლის ქვეშ არაფერი არ არის და ყუთში არაფერი არ არის. რა გაკაცო ასეთი ისა, ასე ვთქვათ, სავენერვიულო, უბრალოდ ახლა ვერსტაკს გავჩეკავ და всё, საქმე დამთავრდება. არა. გთხოვ საბა, არ გინდა ფულს მოგცემ ისათვის რომ არ გააღო. ფული? მოიცადე, რატო არ გინდა ისე ვერსტაკი გავაღო? აბა მიდი, აბა მიყურე შენი მწვანე თვალებით. მოიცადე წუც. ოპა. ჟიტენიკო, ეს რა ჩესტია? აქ ჩემი ხელფასი დევს. ოპა, არა, სად მიდიხარ ჟიტენიკო? ერთს ნახოთ, აბა შენი ხელფასი. რაღაც ჟიტენიკო, შენი ხელფასი 7-ის თაქი ისუმრუდია? გთხოვ საბა, არაფერი არ უთხრა მერს, გთხოვ, გემუდარები. ჟიტენიკო, მაპატია, მაგრამ მე
არ შემიძლია არაფერი არ უთხრა, შენ ხარ ნამდვილი ქურდი და ქურდებს მე არ ვპატიებ, მაგიტომ მაპატიე ჟიწენიკო, არ მოველოდი შენგან. მეგობრებო, მართლა არ მოველოდი ამ ჟიწენისაგან. ეხლა დროზე უნდა წავიდე და მერს ვუთხრა. არ მოველოდი მეგობრებო ამ ჟიწენიკისაგან. მე გავიგე რომ ყველაზე პატარა სახლში ყოფილა ის 7-ის თაქი ისუმრუდი დამალული. სიამოვნებო გითხრა ძალიან შოკში ჩავარდი იმის გამო რომ ზუსტად მაგ სახლში აღმოაჩინე. საყო, კაია. აუცილებლად ამას ნახავ და თუ რამეა ეს ჟიწენიკი ერთი როგორც ვიო რამოდენიმე თვით წავა ციხეში და ბოლო დავალება არის შენთვის დღეისათვის. მოკლედ, შენ ხო იცი ის მეზობელი სოფელი? მეზობელი სოფელი კი ვიცი, მე მგონი აი იქეთა მხარის რო არის, ხო? მე მგონი კი ვიცი როგორ არა, მანდ ვიყავი ერთხელ. ხო და საბა, მანდ მოკლედ მერთან უნდა მიხვიდე, შენ იცი მე მგონი მერის სახლი მოკლედ და გამოვართვი 3 საბუთი, 3 ფურცელი საბუთები. კაი და რომლისაკენ უნდა ვიყო? ნუ შეხედე, რადგან სოფელი ცოტა შორსაა, სადღაც ერთი შუა დღისაკენ შენ იქნები აუცილებლად სოფელში, მაგალითად შეიძლება დაჩქარება არ გინდა, უბრალოდ ნელათაც არ გააკეთო. კაი, მე რომ მაშინ ინსტრუმენტებს აქ ჩაგიდებ და წავალ და ამ საბუთებს გამოვართ მე. მეგობრებო, თუ რამე ეს სოფელი ვიცი ცოტა შორს ასე ვთქვათ მოთავსდება, ძალიან ცოტა შორსაა. მაგიტომ მეგობრებო, მოდით ახლა კამერას გავთიშავ და უკვე იმ დროს ჩავრთავ კამერას, როდესაც უკვე დავუბრუნდები ჩემს სოფელში. მეგობრებო, მოკეთ ახლა ვბრუნდები ამ საბუთებთან ერთად, აი მეგობრებო, ზუსტად 3 ფურცელი საბუთები და მოკეთ ახლა მეგობრებო, თან მეგობრებო შუა დღეს კი არა, დილასთან კი მოვასწრე აი მისზე მხოლოდ ახლა ამოდის და იმედია რომ მერი იქნება გახარებული ამისათვის და აქ მოდით ახლა მივიდეთ და მე რომ მოკლედ მოვიტანე ეს 3-ვე ფურცელი, სად შეგიდო? ვაუ, საბა, რომელი მოხვედი? ეს ძალიან კაია, მოკლედ ჩამიდე აი იმ ყუთში, რომელშიც შენ ინსტრუმენტები ჩადე. სადაც ინსტრუმენტები ჩავდე, ოკეი, აი საბუთები ჩაგიდე. და შემდეგი დავალება მე როგორ რა იქნება? თუ იცი ის საბა, ერთი დღე უკვე გავიდა, მაგიტომ ახლა გამოდის შენ ძალიან კარგად შეასრულე 2 ძნელი დავალება, მაგიტომ როგორც შეგპირდი, აიღე ჩემი ჩესტიდან 40 ისუმრუდი. მადლობა დიდი მერო, მადლობა დიდი. 40 ისუმრუდი მეგობრებო, ასე ადვილად, როგორ ადვილად, ბევრი დავალება კი შევასრულე თან ძნელები. მადლობა დიდი მერო, ძალიან დიდი მადლობა. ბევრი დავალება მომეცი ასეთი და თავარიო ბევრი ისუმრუდი გადამიხადო. მეგობრებო, მოკლედ დღეს ერთის დღით გავხდი მერის დამხმარე ადამიანი, დამხმარებელი არ ვიცი როგორ თქვა ესა და მეგობრებო, ერთი დღის განმავლობაში 40 ისუმრუდი მივიღე მეგობრებო. არასო ეს არ ვიღებდი ამდენს ერთი დღის განმავლობაში. და თქვენ მეგობრებო, თუ მოგიწევთ ეს ვიდეო და ლაიქეთ, ახლა კი მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ნახვამდის.